მოგესალმებით, ძირფასო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ. ესთვის არის შემდეგი გაშლა. აქ ეს ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, არის ურთიერთობაში, ფარულ ურთიერთობაში, ეს თქვენ არ ახართ, ოღონდ იცოდეთ. და შესაბამისად, რაღაცა ცოტა შეიძლება გაუგებრობა იყო აქ, მაგრამ საკმაოდ მაინც ასე ვთქვათ, სტაბილური ურთიერთობა, გრძნობებით, რაღაც ერთი ხასიათით, ტიპობები მიფიქსირდებიან ისეთნაირად, რომ ძალიან გულს უმშვიდებს მოკლედ ეს ადამიანი და ასე რომ ვთქვათ, კომფორტის ზონაში არის ძალიან. კარგი, თქვენ რატო გაინტერესებთ ამ ადამიანზე ინფორმაცია? კაც რატო აინტერესებს? გაინტერესებს გრძნობა, რაღაცა გააქვს თითქოს და დაასრულა თქვენთან თუ რას იზამს, ხო, მანახე. იმიტომ რომ თქვენ მიჯაჭვული ხართ მასზე, ძალიან ესე არა არის გამორიცხული, რომ გინდათ ურთიერთობის დაწყება, ან თუ გამოვა კონტაქტზე. კარგით, ნახოთ თქვენთან გამოვა ეს ადამიანი კონტაქტზე თქვენთან. ცოტა ვერ გავიგე. საუბარი ამ ადამიანს სურს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც იქნება თითქოს აქ, ხო? თუმცა თქვენ ურთიერთობა არის. ხო, ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი, რომ თქვენს მიმართაც გულგრილი არის, მაგრამ აქ აშკარად არის ადამიანი, ვისთანაც არის ურთიერთობაში ადამიანი და თქვენთან კომუნიკაციაც რაღაცა ფიქსირდება, მაგრამ ვიცი, აქ როგორ გითხრათ ახლა. კარგი, თქვენთან გადმოდგამს რამე ნაბიჯებს, მოდი ასე დავსვათ მაშინ კითხვა ამ ადამიანს. ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამ სურს კი ურთიერთობის განახლება სურს, თუმცა ეს არ იქნება ის ურთიერთობა, რომ აი პასუხისმგებლობა რაღაცა აიღოს, იტვირთოს, არა, რატო გინდა ურთიერთობის განახლება, უბრალოდ ვერ ხო რაღაცა უნდა, მაინც ესე რომ ვთქვათ, დაგელაპარაკოთ, თუმცა ინტერესი რა არის? ინტერესი ცოტა გაურკვეველი არის აქ.
რაღაც ემოციური ფონი აინტერესებს თქვენ რა აზრის ხართ მასზე, დაივიწყეთ, არ დაივიწყეთ, გიყვართ, ისე არ გიყვართ, რაღაცა ესეთი ეს არის მისი მხრიდან ინტერესი. ნუ იცით რა, ბევრი მამაკაცი არის ესეთი ტიპაჟი, რომ რატომღაც გონიათ, რომ მთელი ცხოვრება ქალბატონებს უყვართ და რა ვიცი ესე ურთიერთობას მოფრთხილება სჭირდება. გინდ ქალის მხრიდან იყოს, გინდ მამაკაცის მხრიდან, ხო? რას გრძნობს თქვენს მიმართ მაშინას მეკითხოთ. გითხრათ რომ ამ ადამიანს ძალიან კარგი ენერგია მოაქვს თქვენთვის, თქო ესე ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრს ფიქრობს არ შეიმჩნიოთ, ძალიან ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი სხვათა შორის რა როგორ დაუშვათ გააკეთოს, მაგრამ რატომღაც მაინც მგონია რომ რაღაც გადაადგილებაზე აქვს აქცენტი, თითქოს რაღაცა უნდა ამ ადამიანს წასვლა. იცით რა არის ეს არ არის რომ თქვენთან მოდის ან თქვენთან ერთად მიდის სადმე სამწუხაროდ. რატომღაც მე რა ვიცი ან ფარულად არის ეს დაოჯახებული ვიღაცაზე ან დაოჯახე რაღაცა ესეთი მიფიქსირდება აქ ან აპირებს მაშინა ანდაც ძალიან მართლა ასე ვთქვათ სტაბილურ ურთიერთობაში ვიღაცასთან არის ეს ადამიანი. იცით რა მაინტერესებს გაგრძელდება ეს ურთიერთობა ვისთანაც არის? სამწუხაროდ აგრძელებს ურთიერთობას კი. აგრძელებს რაღაც შეიძლება იყოს ცოტა ისეთი პატარა უნიშნელო, მაგრამ აქ ურთიერთობას აშკარად აგრძელებს ადამიანთან. ნუ ვერ ვიტყვი რომ ეხლა ცოლად მოარბენინოს, მაგრამ ოფიციალურ სახეს არ მისცემს, მაგრამ რავი, ცოლივით გეყოლება ახლა 1-2 წელი, 3 წელიდან ახლა ზოგჯერ მეტი ოჯახები არც არის. საბუთი ბევრს არც სჭირდება კიდე, ხო? ამას ბევრი ვერაცნობიერებს, რომ ქალბატონთან ახლა მანდა მაინც სახელი დაარქვა ცოლია, როცა ხარ ახლა მის ლოგინში გძინავს, მის ჭერქვეშ ხარ, მიდიხარ, მოდიხარ, ავი მე ცოლია ვამინ არის უკვე. ხო? აი ესეთი სტაბილური ურთიერთობა მიფიქსირდება. პასუხისმგებლობას თუ აიღებ, კიდევ ერთხელ მიპასუხე. მისთანაც. აი პასუხისმგებლობაზე ცოტა ვერ გეტყვით ვერაფერს. ნამდვილად თქვენთან. თქვენ დაკარგვაც თითქოს არ უნდა. რაღაც ესეთი ორ სკამზე მჭდარი პიროვნება დაფიქსირდა. შეიძლება რაღაც ესეთი ავი ან თან ვერ გელევათ, თან იქეთ გაპორწიალებული რა, რაღაც გახლეჩილი შვაზე, რაღაც ესეთი ვარიანტი არის. ვისთვისაც რეზონინდა, რა თქმა უნდა. ისურვებთ წარმატებებს და გემშვიდობებით როებით.